7 მარტს MMA-ის events, Gamma MMA-ის events დააგვირგვინებს grappling-ის match-up-ი, სადაც გამოცდილი და აღმავალი ვარსკვლავი, როგორიცაა ნიკა ვეკუა, დაუპირისპირდება არანაკლებად გამოცდილ და უკვე შემდგარ ვარსკვლავს მათე სანიკიძეს. თუმცა მათე არის MMA-ის ვარსკვლავი, მაგრამ ჩვენს გულშემატკივარს მინდა შევახსენო, რომ მათეს ძველი ზედმეტი სახელი არის კალმახა და ზუსტად იმიტომ დაარქვეს, რომ შეუჩერებელი იყო გრეპლინგში. დარწმუნებული ვარ, არა მარტო იყო, დღესაც არის და ნიკა ვეკუასთვის სერიოზული გამოცდა იქნება, რა თქმა უნდა, მის ველზე, მაგრამ უკვე მან ერთ MMA-ის მებრძოლს ეჩხუბა და ეხლა მეტად სერიოზული გამოცდა მოუწევს. მით უმეტეს საინტერესოა ეს შეხურება იმ ჭრილში, რომ ნიკა ვეკუა არაერთხელ წაგვიჰინთა, რომ MMA-ში თითქოს რაღაცა გეგმებს აწყობს. ამიტომ შევხედოთ, აბა. ნელ-ნელა უახლოვდება cage grappling-ში, cage-ში გრეპლაობს. Cage grappling-ს და ზოგადად grappling-ში პირველად დავსპარეზობ და მართლა რეალურად მართლა დიდი ინტერესი ვუცდი, როდესაც აი ეს დრო დადგება, როცა cage შევალ და ხელების ქნევის მაგირაც, ანუ სხვა რამე უნდა გავაკეთო, მაგრამ მეც არ ვიცი რა გზნობები მეწვევა რა. მართლა არ ვიცი, ალბათ უფრო ვეცდები, რომ აი მომენტში მაქსიმალურად აი ეს რა გზნობა იქნება და ველოდო და ეს ყველაფერი ან ყოველგვარი დაძაბულობის და სტრესის გარეშე შევიგზნო და გავაკეთო ის ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთო. MMA-ში სხვანაირად და ცდილობ რომ ყოველთვის ანუ ეს სტრესი უეჭველად იცი რომ მოდის და ანუ მე რამდენიმე ბრძოლის შემდეგ უკვე ესე ვთქვათ სლენგურად რო ვთქვა ამუღამებ როგორ არ დაისტრესო ან იმ სტრესით როგორ იბრძოლო და აქ ეს არ ვარ და თუ დავიმართება არ ვიცი ვნახოთ მაგრამ მე ვთვლი რომ უფრო რაღაცნაირად სტუმრად ვარ ამ სამყაროში, აი როგორც სხვასთან რომ მიხვალ ოჯახში სტუმრად, აი ეგრე ვარ, სტუმრად ვარ ამ სპორტში და მე არ ვიცი იქ რა დამხდება, მაგრამ რაც უფრო კარგი დამხდება, მით უფრო მეც კარგად ვიგზნობ თავს. მატეზე არაფერი არ ვიცოდი, სანამ გიორგი შემომთავაზა და როგორც გავიგე, ძალიან ცნობილი მებრძოლი არის საქართველოდან. საქართველოს წარმოადგენს ევროპაში, ოქტაგონის ჩემპიონი იყო და როგორც გავიგე, ძალიან გამოცდილიანი და ნიჭიერი ბიჭი არის MMA-ში. მაგრამ როგორც ვიცით, გრაპლინგის მატჩი იქნება ჩემი წესებით, მაგრამ მაგის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ კეიჯში უნდა ვიბრძოლოთ ორივე. შემიძლია გითხრათ, მე თვითონ შევთავაზე მაესტროს გრეპლინგის მატჩში, იმიტომ რომ ბოლოს ოპერაცია გავიკეთე ცხვირის და არ შემიძლია ესეთი კონტაქტური ვარჯიშები, ну რაც საფრთხეს შემიქმნის ახლა ცხვირზე დაახლოებით 3-4 თვე კიდე და ამიტომ ინტერესი მქონდა სხვა სპორტშიც, სხვა კომბატ სპორტში ესე ვთქვათ და ამ შემთხვევაში გრეპლინგი საოცრად ინტერესიანი სპორტია, მით უმეტეს ეხლა 21 საუკუნეში და მინდოდა ყოველთვის ბედიც და როდესაც ვეკუა შემომთავაზეს, უბრალოდ იქვე ვიკითხე რა ვინაირ არის, მითხრეს რომ ძალიან კარგი ბიჭია და ანუ მეც ამიტომ ჩემთვისაც უკეთესია რადგან დაძაბული იქნება უფრო მატჩი ესე ვთქვათ და მომწონს რა მოკლედ. ისე ბევრი არაფერი არ ვიცი ამ ბიჭზე, ვიცი რომ უბრალოდ ბევრმა მითხრა რომ საქართველოში ყველაზე მაგარიც კი არისო და უფრო დიდი ინტერესით ვარ, ესე ვთქვათ, და უფრო დიდი შემართებით რომ ვიასპარეზო მასთან და უფრო დიდი სიხარულით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ვთვლი რომ კარგი იქნება თვითონ ქართული სპორტისტვისაც. ეს ყველაფერი ჩემი და მის დაპირისპირება, მხოლოდ მათზე რა თქმა უნდა. მათესთან ზოგადად კაი ურთიერთობა გვაქვს და ზოგად თანამშრომლობაზე მიდიოდა საკითხი, მას პირდაპირ არ ეხებოდა, ასე ბევრი არ ვილაპარაკოთ, თუმცა მისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ მეც მინდა გრეპლინგიო მოეწონა ჩვენი fight pit-ი, მოეწონა თუ რა ვითარება ხდება გრეპლინგში და super fight-ი მინდაო. რაზეც მე ჩავთვალე ეგრევე საჭიროდ, რომ
fight pit-ი ჯერ ადრეა, ჯერ ისევ cage-ში მოვახდინოთ ეს და ვინაიდან მათე არის პირდაპირ ასოცირებული MMA-სთან და ნიკა ვეკუა კი grappling-ის ოსტატია, ჩავთვალე რომ cage grappling-ი მათი დაპირისპირება შესანიშნავი დაგვირგვინება იქნებოდა ჩვენს 7 მარტის MMA-ის ივენთის. ბიჭებიც სიამოვნებით დათანხმდნენ ამ ჩემს აზრს და სერიოზული გამოწვევა იქნება ორივესთვის. მატეზე რო ვისაუბრო, მატე არის ჩემი ანთროპომეტრიის მებრძოლე, ანუ ზუსტად როგორც ვიცი, იგივე სიმაღლე, წონა და გრძელი ბიჭი, ანუ ზოგადად თუ ვილაპარაკოთ, მაგრამ თავარია თქვენი სტილი გრეპლინგში. მატე როგორც ვიცი, ეგეთი გამოცდილება არ აქვს გრემლინგის ტურნირებზე და მხოლოდ MMA-ში გამოდიოდა და ვიცი, რომ ძალიან კარგი ბაზა ექნება ფუნდამენტალურად. ბალანსი, დგომაში ჭიდაობა, მე მგონი მაგის მხარეზეა, მაგრამ პარტერში მე მგონი ძალიან საინტერესო სანახავრივი ბრძოლა იქნება ჩემგან. მათე მე გავიცანი ჯერ პანდემიის დროს სექტორ 27-ში. აქეთ ძალიან ადვილად ყველას რო ვინელებდი, უცბად გამოვიდა მათე და თაობედი მაწყევლინა ისეთები მირტყა. და მის მერე კიდევ ბევრს გაგახსენებთ, ჩვენივე აღზედებს მათეს რამოდენივეღაც წამიანი ჩხუბი შიშველ მუშტებზე ჩაატარა, სულ პირველ მუშტიკრივის შეჯიბრზე TV-ებში რომ ჩავატარეთ და მან იყო მათე main event-ი, თუ სწორად მახსოვს, თუმცა main event-ისთვის ძალიან ცოტა ხანი ვისიამოვნეთ ამ ზეიმით, ვინაიდან აი სულ რამოდენიმე წამი გაგრძელდა მისი ბრძოლა. ერთი მარჯვენა და მარცხენაც აღარ დაჭირვებია მის მეტოქეს. რამდენიმე წლის წინ ეს იყო 7 წლის წინ, ალბათ 7 წლის წინ იყო, როცა მაშინ ეს ოფიციალურად გამა არც იყო იგივე ჯგუფი, დაახლოებით იგივე ჯგუფი, რომელსაც იგივე იდეა ჰქონდა, მაგრამ აცულებები მოხდა და კონკრეტული სახე მიიღო გამა, მაგრამ პირველი ივენთი იყო Iron Joe, სადაც მეც ვიჩხუბე და ბენომაც იჩხუბა, მაშინ ანუ სანამ პიტბულს ეჩხუბებოდა, ბენომაც მანდი ჩხუბა და საკალმარტივ მეტოქე შემკდა დიდი ვერაფერი ვერ მივიღე, ვერც გამოცდილება და ვერც რაღაც შეგრძნება, მაგრამ და მოკლედ ეს Iron Joe იყო შიშველ მუშტების ჩაულებრად მაშინ ხარ როგორც ვთქვი გამაში შეთანხმებაზეა უნდათ გადაჭილებს ჩაიცვალენ უნდათ არა ის იყო მხოლოდ შიშველ მუშტებზე და მახსოვს არაფრონი ერთხელ გავარტყი სულ მაგრამ კარგი ხანი დასებული მქონდა ხელი რა ერთადერთი გამოცდილება მივიღე რომ ჩემი სპორტი მაგ მხრივ არ არის იმიტომ რომ ანუ ჩემი თითები ვერ უძლებს ხელები მაგ ყველაფერს და გამოცდილება ვერ მივიღე, იმიტომ რომ ხომ მეტოქი იმდენად სუსტი იყო, რომ რამდენიმე წამში დამთავრდა ბრძოლა და ერთი-ორი დარტყმა დამჭირდა სულ და როგორც მახსოვს, გონი არც იყო პროფესიონალი მებრძოლი და ამიტომ რა. ესე იგი, კეიჯში მიჭდავია ორჯერ. პირველი ბრძოლა იყო საბა სოდაშვილთან, მერე ხამიდი აზიმოვი. საბა იყო თითქმის ჩემი წონის მებრძოლე და მოვიგე ეს ბრძოლა 1:30 წამში როგორც მახსოვს არმბარით. ხამიდ აზიმოვთან ცოტა გამჭირდა, იმიტომ რომ წონა არ ჩააბარა იმ დღეს და ჩემზე დიდი იყო, მაგრამ ბავშვობიდან დიდებთან ჭიდაობდა, რავი, უკვე კი გამოცდილება მაქვს და ჩემ თავს ვგრძნობ კარგად დიდებთან კეიჯში და მოვიგე ბაგი ჩოუკით ბოლო წუთში. კეიჯში სხვა ატმოსფერა არის, სხვა გრძნობა. აი, ყველგან რომ კედლები არიან და რაღაცა ლიმიტურად გრძნობ შენ თავს, თან მატე არის MMA-ის მებრძოლე, უფრო კარგად იცის როგორ უნდა იმუშაო კეიჯთან და ნახოთ როგორ ჩატარდება ეს ბრძოლა, შეიძლება რომ სულ ბოლომდე ვიბრძოლებით ბოლო წუთამდე და მერე ოვერტაიმში მოიგებს ვიღაცა, მაგრამ ეს უფრო კარგად ყველაფერი ვნახოთ 7 მარტზე. 7 მარტში.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ყავს დიდი ფანბაზა ევროპაში, მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოში ნაკლებად ცნობს ხალხი. თვითონ მიყვებოდა ისტორიას, რომ მე და ბენო გადავდიოდითო გზასო და გაგვაჩერეს ბენო იცნესო, ვინაიდან პიტბულთან ქონდა იმ მომენტში დაპირისპირება და მე ვერო. თუმცა მაშინ ოქტაგონის ჩემპიონი იყო მოქმედი. და რა თქმა უნდა, ხელი ხელს ბანს, ჩვენი მაყურებელი გაიცნობს მათ ეს უკეთესად და მათ ეს ფანბაზა გაიცნობს გამას და მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დასაწყისი იმ დიდი გვარებით ჭიდაობისა, ვინც გვინდა საქართველოში ვაჭიდაო, თქვენ გინდათ, დარწმუნებული ვარ მეგობრებო. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვსდებ თამაში და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ბევრი მახვილი და ცნობილი გვარი გაჟღერდება გამას fight pitch-ში, ოქტაგონში თუ რინგზე. ესე ვთქვათ, რა განსხვავება არის გუნდურ შეჯიბრზე და ინდივიდუალურ გამოსვლაზე. აი 7 მარტს რო გამოვდივარ მატესთან, უფრო ჩემ თავით გამოვდივარ და მარტო ერთი მისია მაქვს, დავამთავრო ეს ბრძოლა 5 წუთის შიგნით. ანუ რო არ გავატარო მთლიანად ეს ბრძოლა და საბმიშენით ან მახრჩობელა, ან მტკივნეული რაღაცა გავუკეთო მატეს. გუნდურ შეჯიბრზე როგორც კაპიტანი მე ვავაწყობდი ტაქტიკას, ვინ გამოდიოდა პირველი, მეხუთე, მეორე და უფრო რა თქმა უნდა, უფრო ტაქტიკური, უფრო სტრატეგიული შეჯიბრი არის და შენ რო გამოდიხარ, არ არის ნიშნულობა რომელი ნომერით შენ გაქვს ან მისია გამოტიშო, ან პროსტა დაამთავრო საბმიშენით. მე ახლა რო გამოვდიოდი, პირველი დავამთავრე საბმიშენით, მეორე დავამთავრე პროსტა გავთიშეთ ერთმანეთს ნიკა და მე. და მე ჩემი მისია გავაკეთე მთლიანად, მაგრამ ინდივიდუალურ შეჯიბრზე რო შენ გამოდიხარ და პირდაპირ მეტოქეს ანიჭდაობ, ყველა ენერგია და ყველა შენი პოტენციალი გამოცდილება უნდა იქ დატოვო კეიჯში, რომ არავინს არ გქონდეს არც ერთი კითხვა, რატო დაამთავრდა ეგრე. როგორც матчмეიკერი, რა თქმა უნდა, ცალკე ყოველთვის ვფიქრობ და ხანდახან როგორც გამოჩნდა, აი მაგალითად ჯღამაია და თვალიაშვილის ჭიდაობისას თვითონ სპორტსმენებზე მეტად ვნერვიულობ, რომ ტრავმა არ მიიღონ. და ცალკე პასუხისგებლობაა ჩემთვის. ეს ასაკის გამოა თუ ჩემი პოზიციის გამო ვერ ვიტყვი, მაგრამ ვთვლი პასუხისგებლობა თავს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ სპორტსმენებს. ვინაიდან მათე არის ტოპ კონტენდერი ევროპულ ლიგაში და რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ რაღაც სერიოზული ტრავმა მიიღო. მარტო მათეზე არ მაქვს, ნებისმიერ სპორტსმენმა სერიოზული ტრავმა მიიღო ჩვენს ნებისმიერ დარგში. და რა მე ცალკე რა თქმა უნდა დიდი ვნერვიულობ ამაზე მარტივად რო გითხრათ, იმიტომ რომ არ მინდა მოხდეს ისე რომ სპორტსმენი შეჩერდეს მით უმეტეს რაღაც პერსპექტივები დაკარგოს. თუმცა ცალკე ვეკუასთან საუბრისას, ცალკე მათესთან საუბრისას დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ტიპები არიან შეუჩერებლები, არც ერთი არ აპირებს თავის დაზოგვას და მე უბრალოდ მოუწოდებ, რომ ბრატ დადაბეთ, თუ დასათაფია, აი მარტო ხასიათით და მაგ მომენტებით გაიტანთ, შეეცდებით გატანას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო სახსარი ყველას გვაქვს და ყველა ვიძინებს და ყველა ბოლო-ბოლო ადამიანები ვართ და მაყურებელს შემიძლია შევპირდე, რომ თქვენ როგორც გიყვართ და როგორც გამაში სუფევს მაქსიმალური ბრუტალურობა გელით 7 მარტს. ერთი ოდნავი რისკი არაა ჩემთვის. მეორე რომ თუ რისკს უძახი, მე საერთოდ მონაწილეობას უძახი აქ რისკს.
და მე მესამე, თუ შემილია გაძლება, გაუძლებ. თუ არ შემილია გაძლება, ვერ გაუძლებ. არ აქვს მნიშვნელობა ეს MMA-ში იქნება თუ გრეპლინგში. თუ შემიძლია რომ გაუძლო გრეპლინგშიც და MMA-შიც ვიბრძოლე ბოლომდე რომ გაუძლო. თუ არ შემილია რომ გაუძლო, მაშინ დავთვალე. რა ვიცი, ამ საჯი რეფერი გამეჩერებს. ესა და ეს ძალიან მარტივი პასუხი რა. არ აქვს მნიშვნელობა გრეპლინგში მეც მოსაგებად გავდივარ, წასაგებად არავინ არ გადის და ეს უკვე დამოკიდებულია ადამიანის შინაგან გაწყობაზე და გამოცდილებაზე და საერთოდ მის დამოკიდებულებაზე ამ სპორტს, საერთოდ სპორტის და არა სპორტის ზოგადად შეჯიბრზე რა დამოკიდებულებით გავდიხარ. ხო არსებობს ახლა დღეს კამერების სამყაროში ცხოვრობ და ზოგი შეჯიბრზე იმიტომ გადის რომ უბრალოდ არ ვიცი სადმე TikTok-ი, YouTube-ში თავის ვიდეო დაიდოს, მაგრამ ანუ მე ეგ რომ დომო და ბევრად ადრე გამოვიდოდი აქაც და კიდე სხვა ორგანიზაციებშიც რა. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ახსენებ, მინდა რომ ვისიამოვნო, გამოცდილება მივიღო და მინდა რომ რაღაცით ჩემ ქვეყანასაც შეუწყო ხელი რაღაც განვითარებაში. ახლა ხედავ ბოლო წლებია რომ მართლა ბუმი ხდება კომბატ სპორტში, გინდგამაში, MMA-ში, ჩემ ქვეყანაში და თითქოს რაღაცა მე ძალიან გამოთიშული ვარ რა, ესე ვთქვა მე მარტო უცხოეთში და იქით არა და როცა შემიძლია რომ მეც რაღაც ჩემი სახელით, ჩემი უნარებით ოდნავ მაინც მილიმეტრითაც წირო წავწიოს ყველაფერი, რატომაც არა და ეგ არის ჩემი ხა მე ამ ყველაფრისთვის თუ დამარტყევინებ ხელს, დამარტყევინებ და თუ შემილია რომ არ დავარტყა და აი რისკია და დავარტყა, ეგრე არ დავარტყავ რა. ნახეთ, რო ვარჯიშობ და რო ავარჯიშებ ბავშვებს ან დიდებს, ყველას უნდა აუხსნო, რომ აი ნახეთ, ვარჯიში არის, უნდა გაუფრთხილდეთ მას და ფრთხილად უნდა იჭიდავთ. შეჯიბრებზე რო გამოდიხართ, უნდა ცივ ცეცხლით გამოდიოდო და არასდროს არ უნდა მიაქციო მაგას ყურადღება, რომ ვიღაცას რაღაცა ეთკინება. ანუ თუ გამოდიხარ, ბოლომდე უნდა იჭიდავო და არასდროს არ უნდა იფიქრო, რომ ვინმეს ვიღაცას ეთკინება ან მოტყდება რაღაც. რა თქმა უნდა, ის მეტოქე არის მაგ თავზე დამოკიდებული და ატაფებს თუ არა. მე ძალიან ბევრი ეგეთი სიტუაციები მაქვს ნანახი პრაქტიკაში სხვადასხვა ქვეყანებში, რომ MMA-დან ჩამოდიოდნენ ვარჯიშებზე, ჯიუ-ჯიტსუზე და როდის მიდიოდა ბრძოლა, ან არ გაატაპებს, ან პროსტა არ გრძნობს რა ტკივნეულს. და არ იცი საერთოდ რანაირი ტკივნეულია და რა საშიში რაღაცა არის. ან ხილხუკი ან არმბარი რაც ის გინდა. ხო და ეგ შეიძლება რომ იყოს ეგოისტურ მხრიდან, ან პროსტა არაგამოცდილი მებრძოლი არის, მაგრამ მე ჩემ მხრიდან რომ ვილაპარაკო, ეხლა რომ გამოვალ მატესთან, არასდროს არ უყურებ მაგას, რომ ცოტა ფრთხილად ვიყო ან რაღაცა ეკონომიურად ჩავატარო ეს ბრძოლა, ვიცი რომ მატე აქტიური მებრძოლი არის MMA-ში და თუ რამე ეგეთი სიტუაცია იქნება, პროსტა submissions რო დავიჭერ, მატეს ვეტყვი, რომ აი ნახე, ახლა მოტყდება. всё. მეტი არაფერი. არასდროს არ იცი ვინ გიყურებს სხვა მხრიდან და აი შენ პოტენციალს როგორ აფასებენ, მაგრამ ძალიან ხშირად ფიქრობ ახლა MMA-ის გამოსვლაზე, MMA-ის კარიერას დაწყებაზე, გიორგი მაესტროსთან და გიგა კუხალაშვილთან ლაპარაკობდი ძალიან ხშირად ამ თემაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარა შევალ კეიჯში, არა როგორც გრეპლერი, მაგრამ როგორც MMA-ის მებრძოლი და დაიმახსოვრეთ ეს სახელი ნიკა ვეკუა, მომავალი MMA-ის საქართველოში. რა თქმა უნდა 7 მარტს მინდა მოუწოდო არა მარტო გრეპლინგის მოყვარულებს რომ მოვიდნენ, უმაგრესი MMA ივენთი იქნება. კომეინ და მეინ კარდებზე ბექაური, რომელმაც ჰაიკიკით შეგახსენებთ როგორ მოინელა ადამ ვაშაყმაძე და ქიქების მასტერი ნიკა კურტანიძე Iron Leg ტყვილა არ ქვია და როგორც თვითონ შეგვპირდა აგემოვნებს ომადბეკ კამილოვს რკინის ფეხებს. თუმცა ომადბეკ კამილოვის ფეხებიც არ არის ფეხზე დასაკიდი მეგობრებო, ამიტომ უმაგრესი ბრძოლები გველის და რა თქმა უნდა ამ უმაგრეს ბრძოლებს, როგორც წინათ ვახსენე, დააგვირგვინებს ეს გრეპლინგის, კეიჯ გრეპლინგის მეჩაპი. არ გამოტოვოთ.
და გამოიწერეთ GAMA-FC.TV ბილეთების შეძენას თუ ვერ ასწრებთ. ქართულ მაყურებლებს მოგმართავთ, რომ ძალიან იშვიათია ზოგადად მე საქართველოში საერთოდ რამე აქტიურობა ჩავატარო, გინდა MMA-ში, გინდა ნებისმიერ სპორტში. ძალიან დიდი ხანია არ მიმიღე მონაწილეობა საქართველოში რამე კომბატ სპორტში, გინდა MMA-ში, გრეპლინგში საერთოდ პირველად ვარ და მოგიწოდებთ, რომ 7 მარტს მოდით, თლიანი ივენტსაც უყურეთ და ბოლოში ძალიან კარგ შოუსაც და კარგ ციკლასაც შევგთავაზებთ მე და ნიკოლოზი. ამიტომ გელოდებით.